დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ერთად შევძელით ღამისთევა და ლოცვა და ღმერთს ძალისაებ ჩვენისა. მადლი და მადლობა შევძელით. იმ წყალობისათვის რომ მოგცა ერთობით სიხარულის უნარი და ერთობით მსახურების ძალა. ღმერთმა ინებოს ამ სიხარულით ჩვენი ცხოვრება ყოველთვის იყოს სავსე. არა ეპიზოდურად, არამედ გამუდმებით. ღმერთს ვთხოვთ და ჩვენს მაცხოვარს, ყოვლის შემძლეს და თითოეული ჩვენთანგანის მოყვარეს, რომელმაც არ იცის იკერძოლებითი სამართალი. უყვარს ყველა, როგორც ლოცვაშია ნათქვამი, მართალი უყვარს და ცოდულთა სხალავს. და ყოველთვის ვინც რომ სინანულით მიდის უფალთან, ყოველთვის მას შეიტყობს, ჩაიკრავს სასופველოში და ამგვიდრებს. წირვის ლოცვაში წერია, ვერ მოითმენდა შემოქმედი ეშმაკისგან მოტყუებული ადამიანთან მოდგმის დაღუპვას. ამიტომ ჩვენს გადასარჩენად ჩვენი ხატი მიიღო, შეიმოსა ხორცი, მოვიდა დედამიწაზე ყოვლადწმინდა ქალწულისაგან, რომ ჩვენ გადავერჩინეთ ამ ტყვეობისაგან და ჩვენთვის ჯვარს ეცვა სისხლი დასთია. ამის გარეშე ჩვენი გადარჩენა არ ხდება. ვით უფრო მართებს მადლიერება ღვთისა, რომ მან ჩვენთვის ბევრი დაითმიდა. ჩვენ კიდე ქრისტესთვის რას ვითმით? ვერც ვერაფერს. ამიტომ მოგცა ყველაზე დიდი ჯილდო. ანგელოზებსაც კი არა აქვთ უფლის, სისსა და ხორცის ზიარების კურთხევა, მხოლოდ ჩვენ მოგცა. და გზა გვიჩვენა თუ როგორ უნდა გადარჩეთ. და აი ამ გზაზე ალბათ შემართული ლოცვით, სულისკვეთებით, გულით, სიყვარულით, სავსე გულით, სიმდაბლით, თავდაბლობით უნდა შევძლოთ, რომ ღმერთმა მოგვიწოდა და გვითხრა. მე თქვენთვის ბევრი დავითმევ, თქვენ რას ითმევთ? და მამები ამბობენ, რომ იცოდეს ადამიანმა აი ამ მოთმინების სამოცით ამხელა სიკეთე ექნებოდა ჯილდო. ერთი თანამედროვე დიდი მამა იოსებ ათონელი ისეხასტე ამბობს, რომ კიდევ უფრო ბევრს მოვითმე. უფალო, ოღონდ კი შენი სიყვარულით უფრო სავსე. ისე ჩვენ შეიძლება ამას ვერ განვიცდით, მაგრამ მაინც ვამბობთ. ამას გონებით ვერავინ ვერ ჩაძლევს, მხოლოდ სუფთა გული და თანდაბალი გონებით შეიძლება ცოტათი მაინც მიახლოს ამ სიტყვების დიჩინარს, სიღრმეს, რომ დავითმევთ მეც ამ ხილულწუთის სოფელში, რომ იქ უხილავ სასופველში ქრისტესთან, უფალთან, სამებასთან, ჩვენი ერთად ყოფნა იყოს და სიხარული ქრისტესთან. გილოცავ დღევანდელ დღეს. დღეს ვერანაირი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ სიხარულს, რაც დღეს ხდება ზეცაში და რაც დღეს ამ ღამისთევისას მთელი ეს წმინდა ისტორია, საღვთო ისტორია აი ამ ნების მშვიდობელში ჩვენს თვალწინ, ჩვენი თანამონაწილეობით გავიარეთ. და უფალმა გვითხრა, ნეტარი არის ის, ვისაც არ უხილავ და ჯერაჩენ და სწამს. ჩვენც უფალს თხოვთ, ეუფალო შეეწიე ურწმუნოებასა ჩვენსა და იმ დღეების განცდა და ღვთისავე მადლით იყოს მრავალჟამიერ ჩვენს გულსა და გონებაში. ამინ. გილოცავ დღესასწაულს. ქრისტე არის. გამოგვანიჭა ცხოვრება.